მოკლედ ჩამოწესება. სადღაც მქონდა ისა კომბოსტო ესე მაქსოს, იმიტომ რომ უნდა ჩამეშუშო. და აგერ მაქვს კიდეც. კი ბატონო. კომბოსტო სტარტიო და ჭარხალიც იყო სადღაც. ძალიან მომინდა ხა ჩაშუშული კომბოსტო. მოვამზადოთ ჩაშუშული კომბოსტო. აი თუ არ მომინდა აი ეს კონკრეტული საჭმელი მე შევჭა მე ეგეთ ტიპი ვარ მარტო მაშინ შემიძლია ჭამო როცა მომინდება ახლა დავი ჩაშუშული კომბოსტო ეხლა დავინახე ვიღაც ხალია კეთებ ჭამდა უსაფრად ისე და ისე მომინდა ცეცაკას რა ვიყო, არ ვიცი, ვფიქრობ, რომ დავჭრა და გავყიდა, იმიტომ რომ ეს ერთიანად რა ვიცი, ახლა ნიგზიანი გაკეთება არ მინდა და ისე კიდე რავი რაში უნდა წავიღო. არ ვიცი. მე ეგრე ვფიქრობ
ეს ზედმეტის სითხე და ვონი, არ შეიძლება ეს ხაფის და ეს ზედმეტის სითხე შეცდიება რავი ეს ზედმეტი ყველაფერი ზედმეტის რო შეჭამს უნდა ტკბის ამ შემთხვევაში პასკას ნელა გადის აი ძნობს ორგანიზმი როგორი სუბუქი ხდება ვონი აჰა ყველაზე ძალიან ციფრად მყავს კომბოსტოს დაჭრა. და ამისი გათხოვინგირა. ეს იმიტომ რომ ის საქართველოს კი არა გახერხო. იმიტომ რომ ზედარი მას ქნას. თქო იცი მეც გაქცებული ვარ. მიდერ არ ჯერაში და მე შენ. სუბირა მგონი იკა. იკა მოიტანა. ხენი გახდა. ეს თუ შეჭამა დილას რო დავუყარე. პოსტა უყარს ძალიან. ფილიპს უყარს ძალიან. ეს ბალანსი ფერიდუას რაც შეიძლება შეჭამ. არა, აი თავისად მასაჟა. თავისი საჭმელი და დილას უფრო ისე ვიყავი. მე მოვიხოთ. აი ბონი ამას მოწონს, საწოლში არა აწვიო. დროს აი, ბოდა საწოლში აიტანა ეს ხააკობა ჩემი მას. ქეთრეულს. ეს რას თავაკვირდი?
მე ჩვეულებრივი, აი გასახდომი საჭმელები დაბალკალორიული არ მანაყრებს. ან ეხლა არ მანაყრებს ამ ხანგრძლივი მაღალკალორიული საკვების მერე. ან არასოდეს არ მანაყრებს, არ ვიცი, უნდა დავაკვირდე მაგას. ესე იგი, აი სალათა შევჭამ, ხაჭო, რა ვიცი, აი საღამოს შევჭამე ხაჭო, ბანანი, ბერძნული იოგურტი, ერთმანეთში აურია ეგენი. დავამატე ქათმის ხორცი. და ეს შევჭამე რა. შეგადა საერთოდ გიჭამია. ანუ ქათმის ხორცი ცოტა იყო. და აი როგორც კი შევჭამ რაღაცა ისეთ კაცურ საჭმელს, ოხორის ხორცს. ან თუნდაც ქათამს ოღონდ იქ ბოტნეულიც. ფო. ანუ ბოტნეულიც რო არის, ისიც რა ქვია, პურიც, ეგ ხორციც და აი ყველაფერი ერთად რა. ანუ მე კარგად ვნახავდი. აი თუნდაც კვერცხი მაგალითად. კვერცხიც ისეთი დიდად არ ვიცი, აი იძახიან რომ კვერცხს დილას რო შეჭამ 5 საათიო აღარ მშიაო და 5 საათი კი არა 2 საათში უკვე მშია ხოლმე. და ფაფა თუ შევჭამე საერთოდ 1 საათში მშია. ფაფა, ღომი და ეგ საჭმელები ნახშირწყლოვანი. ვაფშე. ეს ის მაგალითად ახლა ამას დავაკეთებ. თუ არ მივატანე რამე პური ან მაგალითად ისა რამე ბულღული ან მაკარონი ან რა ვიცი რამე რა ნახშირწყალი და ხორციც ხორცი და გავიდე და ვეკიდე ანუ მე შემალე და აბა ვიხართ ეგრე ანუ ჩემთვის ბოსტნეული დასანახმებელი საჭმელი არ არის. კარგი საჭმელია, გემრიალია, გავუგე გემო და მომწონს, მაგრამ აი რომ მაგითი რაღაცა დავნაყრდე და რაღაცა ვერა. ესენი მწად მაგ ხამებს დავდგავ. ამას დაიწყოს მოშუშო. ესე სანამ მე კომბოსტოს დავჭრე ჩემს ყველაზე რაც არის მოყვარს იმას. რამდენი ხანი იცით მინდა პელმენი? აი ძალიან დიდი ხანია მინდა პელმენი, მაგრამ მაგრამ არ ავჭამ, იმიტომ რომ ესე იგი ჯერ ავჭამდი და დავიკლო მეთქი. და ძალიან კალორია, 300 კალორია 100 გრამზე. მე არ ვჭამდი, იმიტომ რომ ხა ხომა მოდის მეთქი და ის უნდა ვჭამო პასკად. ხო და ერთი ავჭა, 2 თვეა პელმენი. დათანგვა. გავიდე სოდანო. ხვალ შევჭამ და პასკა ვჭამე. დიდიდან. ხო, ამიტომ მაგას ხვალ შევჭამ.
იდეაში ძალიან ადვილად გასაკეთებელი საკითხია. არ კომეზარება ხოლმე, რა ვიცი. მე ვიტარა ხორცი არ არის. სხვადასხვა რუსები აკეთებენ ხოლმე, ტიპა ლენივი ეგალუცი რა. ზარმაცი ტოლობა და როგორ აკეთებენ ისი, ანუ ამას ხო შუშავენ. და იმაში ამატებენ ხორცს. მართლაც ლენივი. ხო და ანუ რეალურად მე მგონი ეგ უფრო მომეწონება ვიდრე ისა. რა ქვია? ტოლობა, ამიტომ მეზარება მაგის ის. ყველმა საერთოდ ისეთმელი რომ ზოგადად არ ვქოთმეთ ყველაზე მეტად მეზარება. მეორე ის არის ხინკალი, იმიტომ რომ ხინკალს რო ვაკეთებ მე არასდროს აღარ ვარგივარ. საერთოდ აღარ ვარგივარ, ხარკი ხაფიქობის რო დაუმატო, მოუხდება თუ არ მოუხდება. რა ქვია? ბულგარული, მე მგონი არ მოუხდება ის. არასდროს არ გამიმატებია და არც რეცეპტში არც არ ინახავს. ამასთან. მე მარტო იმიტომ რომ რაიმე მაქვს, იმას არ გავუკეთებ თუ ვფიქრობ რომ შეიძლება არ მოუხდეს. ისეთ პატივს სამქიმრიო საჭმელს. დავუფინებ. სილიკონი. ხაჭა. უმეტესი მაგ ძალიან ადეკვატური კომენტარი იყო და ძალიან გამამხნევი, თუმცა რა პირველ რიგში გული მე დამწყდა, რომ დაფუჭდა. იმიტომ მასშობი ხომ აი ამას არ აწერია, ნახე ეს არ დაუფინე. ამას არ აწერია, უძლებს ბანი. ტემპერატურას, ამიტომ ეს არ დაუფინე. ხო და იმას ეწერა. იმას ეწერა, რომ უძლებს 270 გრადუსს. 270 გრადუსს და მე ჩავხე 250-ზე. თუ 240 არ მახსოვს, თუ არ მომიყო. ხო და ამითი დამრეჭე გამომიწია. ძალიან მაგარია ეს. აი ეს ნახე 260 ნახე ამასთვის რომ დამიხედა მივხვდებოდი 260-მდე აწერია ამას და ეს არის ძალიან გამძლე და ძალიან მაგარია. ხო და აი მე 200 სულელეო რატო დაუფინეო და მიწერა ერთმა და მე ვთხარ რომ წესიად იმეთყველე მე. რა ისა მე არაფერი არ მithქვია ისეთი რომ ეგ გეთქვაო ჩემთვისო და რომ გეუბნებიანო რომ ყველაფერი კარგად არის და უკეთესი გამოგივაო ეგენიო გატყუებენ და გეპირფერებიანო. ხო და ისა მე გეუბნები რა არც იმართვე. ხო და რომ დეფო ინტერნეტშიო იმასაც უნდა დაელოდო კომენტარი. ვიცი რა მეკვის ხოლმე? ეგეთი ხალხი რომელიც ასეთ ნეგატივს გაგვხსოვს ხო? ეგეთი ხალხი ძალიან აღშფოთდება ხოლმე რომ შენ უპასუხე ხდები, ანუ თუ შენ რამე დადე ინტერნეტში და თვითონ მოვიდა და ჩაგიკაკა, ხო? ეს შეიძლება, მაგრამ თუ შენ ამაზე პასუხი დაეცი და თან ძალიან სამართლიანი და
ძალიან კორექტული, ეგ არ მოწონს, იგი, ანუ შენ უნდა მზად იყო და თვითონ არ არის მზად ამისთვის, ხვდები? აი ძალიან ისეთი ეს არის. სასაცქიროც კი არის, სატირალი რო არ იყოს. ხო. ხო და ისა. მე არავის არ ვაძლევ იმის უფლებას დაუწერე კიდევაც ამ ადამიანს. არც ოჯახის წევრებს, არც ნაცნობებს, არც ახლობლებს, არც შორეულებს და რა სისულელი აქვს მომმართოს მე. ესე იგი ჯერ ერთი გამიფუჭდა, ხო? აი, უკვე გამიფუჭდა. რა აზრი აქვს თუ მაგაზე ცუც მეტყვი, ხო? აი რა აზრი აქვს ადამიანი განიცდის და შენ გინდა რომ უფრო დაბრუნდე, ხო? ეგრეა. ახლა რატო დაუფინე? ჯერ ერთი ხო ადამიანს განსაკუთრებია, რას დაუფენს და დაუფენს თუ არა საერთოდ, მაგრამ მე რატო დაუფინე? იმიტომ დაუფინე რომ თუ არ დავასხე საერთოდ ცხიმი, იწვავს ხოლმე. იმიტომ რომ იქ გადმოდის ცოტა ისა ყველი გულიდან, შეიძლება ზემოდან გადმოესხას ამე, მაგალითად რომ მოусნევ იმას, რა ქვია, კვერცხს ზემოდან და მოვაყრი ყველს, შეიძლება ეგენი გადმოვიდეს და 1000 რაღაცა რა. ხო და მე მაქედან გამომდინარე ეს 3 და 4 ხაჭაპური უნდა გამოასო, ყოველთვის ხო ვერ გავრეცხა და ეს მიიწვავს. და რომ მიიწვავს, მე ამიტომ აუშვებდი ასხა ზეთი და ზეთსაც რო დაასხავ, მაინც მიიწვავს, მაგრამ აღარ ეკრობა, ხვდები და ეს მაინც მიმწვარილა და ზეთიანი, ეგ შეიცავს კანცეროგენებს და ეგ არის ძალიან ცუდი. ხო და არ მინდა, იმიტომ ვუფენ ხოლმე მე, კი არ მეხალისება. იმიტომ ვუფენ ხოლმე, რომ არ მინდა ეხა ერთს რომ აცხობდე და ორს არ იქნებოდა პრობლემა, ხო, მაგრამ როცა ოთხს ასეა ხოლმე და ესე იგი რადგან დავუფინე, ესე იგი მქონდა ამის მიზეზი, ხო, აი რატო უნდა გამოჩნდა და რატო უნდა გამსაჯო, ან რატო არის ის ადამიანი პირფერი, ვინც მე მამხნევებს და რატო ხარ შენ კარგი, ხო? ანუ ნახე, ადამიანს თვითონვე რაღაცა გაუფუჭდა, გული დაწყდა რაღაცა, ანუ რომელი უფრო კეთილის აქციებია, რომ შენ მიხვიდე და ვიმესა და გემართა და რა სისულელეა და ეგეთები დაუწერო, თუ გამხნევო, რომ არა უშავს, ეხა შენ ვარ უთხრა, მე მგონი ისაც გამოიწავს ადამიანი დასკვნას, ხო, იქიდან შემდეგზე რა ხნას, როგორ ხნას, შეიძლება უთხრა კიდევაც, მაგრამ აი ეს ტოქსიური ტონი რა საჭიროა, ხო? ანუ მე მაგალითად ჩემ თავს ამის უფლებას არ ვაძლევ. რატო უნდა მისცეს სხვა ადამიანმა თავს უფლება, რომ მე ესეთი მითხრას და მე ანუ იმ ხელას შეგნება მაქვს მე, რომ სხვასამაც არ ვეუბნები, იგივე წონაზე, ხო? მე არასოდეს ადამიანს მაგას არ ვეტყვი, რომ აი ყოველთვის ვეტყვი, თუ ვიცი, რომ უნდა დაკლება, ახლა თუ დაკლება არ უნდა და იკლებს და პრობლემა აქვს ადამიანს, მაგასაც არ ვეტყვი, მაგრამ თუ ვიცი, რომ ადამიანს უნდა დაკლება და იკლებს და უხდება, ამას ყოველთვის ვეტყვი, იმიტომ რომ უხარია. და ასევე თუ ვიცი რომ განიცდის და სიტონაში დაკლებას ცდილობს და ვერ დაუკლია, ანუ არ ვეტყვი, როგორც მინიმუმ მას არ ვეტყვი, რომ მოიმატებენ კი. და ხა იმაზე გლიცინსაც ხო არ ძალიან ბევრი ადამიანი საერთოდ გლიცინი აქვს ხოლმე. ბევრი ადამიანს ვუყურებ, ვინც დიდხანს ცდილობდა სიტონაში დაკლებას და ბოლოს დაკლდა და ზოგმა ბარიატრი, ზოგმა ასე, ზოგმა და ყველა ამბობს, რომ იყო საშინელი ბულინგის ცხვერპლი, რომ საშინლად დასწინოდნენ. თუნდაც იმისთვის დასწინოდნენ, რომ უბრალოდ ცდილობდა, წამიგე და არ გამოფიოდა. ანუ ჯერ რამ ხელაზე განიცდის ადამიანი ამას და ეხლა წამიგე რა ადამიანი უნდა იყოს ის, ვინც გამოვა და ამაზე დასწინებს, ხო? ანუ აი რამე რო არ გამოვდივა, როცა რომ მოვა და აი სხვისო ჩაგაყოფინებს შიგრა, ესე კატა ან ძაღლი რო სახში იძავს და რომ იყავს და სხვისო აყოფინებს. ხო, აი რატო უნდა იყოს ესეთი ადამიანი, რომ აი ბოხმა, ხო, ბოხმა, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაცა გაუფუჭდა და არ ღელავს, ან მოიმატა წონაში და არ ღელავს. მე არ ვამბობ თუ ეხლა პოლისები ციტი ქონდა ადამიანს, მაგ შემთხვევაში, ხო?
აი არ ვიცი, არ მესმის ეგეთებებს გავიგებ ყველას დროს. და კი, ანუ ჩემზე მაგალითად, ჩემზე მე მყავს დიდი ხნის მაყურებლები, მყავს ჩემზე დიდებიც არიან, ასაკი, აქვთ უდიდესი სიბრძნე, რადგან ხედავენ ჩემს სულს და გულს, ხედავენ მე როგორი ვარ და მე ვინ ვარ, ყოველთვის იცით რა საკეთებენ, იმას ამჩნევენ, რა გამომივიდა და იმაზე მაქებენ. ანუ იმაზე კი არ ლანძღავენ რა არ გამომივიდა. იმაზე მაქებენ რა გამომივიდა და შესაბამისად მე უზომოდ ხომ მიყვარს ეს ადამიანები, უზომოდ პატივს ვცემ და თან ძალიან კარგად ვიცი რომ ეს ადამიანები ჩემს სულსაც ისევე ხედავენ, როგორც სხვა დანარჩენები. უბრალოდ იციან რომ თუ კი რამე შეიძლება იყოს мотиваცია, შეიძლება იყოს დადები. ანუ ნეგატივი არ შეიძლება რომ იყოს мотиваცია. ხო და რატო გეტყინაო თუნდაც იმარული ხარ? მოიმატეო, გული რომ მიუხარ. ანუ ფიქრობენ რომ თუ მაგალითად გულს დაუხარ, ეს რეალურად დასწრება და გულს დაუხარ და ამის თქვა არ შეაგინებ და დილობიან ფორმაში ერთვი, შენ ხელი დაბანილი ვარ რა? სულად არ გითქვია ვითომ, მაგრამ ეგრე არ არის. მე შესანიშნავად ხედავ ხოლმე ტონს, შესანიშნავად ხედავ ხოლმე ქვეტექს და ყველა, აი ყველა ეხა შენ რომ მოგმართოს ადამიანზე რაღაცა გიქვეს, ხო? ყოველთვის იცი ქვეტექს, აი ყოველთვის. როცა შენ გეხება. ხო და ის კიდე რომ სოციალურ ქსელში დედო. სოციალური ქსელი რა ჩვენ გვანთავისუფლებს ჩვენი მორალური ჩარჩოებისგან? არ გვანთავისუფლებს? მე რა სოციალური ქსელია. როგორც ცდილობა საჭიროა ცხოვრებაში, ისევე საჭიროა სოციალურ ქსელში. შენ ვინ მოგცა იმის უფლება, რომ მე შეუსაბამო და მე რო არ მინდა ისე და მე ლაპარაკო, მარტო იმიტომ რომ მე სოციალურ ქსელში ვიდეოს ვდებ. ანუ მე რო პატივს გდებ და ჩემ ცხოვრებას გააჩვენებ, შენ რატომ უნდა მისცე თავს ამის უფლება, რომ მე მომაყენე შეურაცხყოფა და მადგინე გული. და თან მე აი მარტო ჩემთან კი არა, ბევრგან მინახია რა, ანუ აბა რა გონია, როდებს ესე იგი ლანძღონ კიდეც და არ არის. ანუ აქაც საჭიროა პატივის, მე არ მივიღე, მე არ ჭირდება მაყურებელი, რომ ეს პატივს არ იცავს. ეს უნდა იყოს, ეს არის ჩემთვის community, ეს არის ჩემთვის აი ოჯახივით, ანუ აი YouTube ოჯახი ასე ვთქვათ, ხო? არა ისეთი ოჯახი, რომელიც სახში მაგ რო ვთქვა, ეგ 11 გაფერისტობა იქნება, ხო? მაგრამ ანუ ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მე რა თმინდა აქ ის ადამიანები, ვინც ვისაც სიამოვნებას აინჭებს, რომ მე გული მარტივი და შეურაცხყოფა მომაყენოს. არაფრად, მე რო ფულზე ვიყო გაგიჟებული, ხა აქ არ ვიქნებოდი, ან სხვა რაღაც გავაკეთებდი სრულიად და სხვანაირად გავაკეთებდი. ხო და ჩემთვის რაც არის პრიორიტეტი, მე იმას აუცილებლად ვიცავ და დავიცავ ყოველთვის. მე არავის არ მიცემ უფლებას, რადგან ინტერნეტში რაღაცა დავდე, ამის გამო თვითონ რაც უნდა ის ნაგავი მესროლოს. ეგრე არ შეიძლება, ანუ ეგ ისე არა, კარი რადგან გამიღეო, რომ შეხვიდე ადამიანთან და ტალახი შეუტანო და დაულაგო ზავაში, ხავა როგორ ვიდო და კარი გააღრია, კარი თუ გაქო ნაგავსაც უნდა ელოდო რომ მოგიტანო, ხო? ხო არ იგზავ მაგას, იმიტომ რომ ხო მიიღებ პასუხს. აქაც ეგრეა. ხო და ადამიანს რა სისულელე, მაგრამ ნახე რა შეესაქმე, ეს ადამიანი მიმართვას რა სისულელე. არაფერი ისეთი არ დამიწერია. ანუ არაფერი ისეთად მიიჩნევს, რა სისულელეაო, შენი საფუძველი რო გეუბნება. ანუ ხო ხტები რა, ანუ არაფერი ისეთი არ არის ეს და აი რო ჩათვალოს ამ ადამიანმა რომ ნუ სერიოზულიაო, რა უნდა გითხრას. ჩემთვის ესეც სერიოზულია. იცით რამდენი სიმღერაა, რომელიც არ მომწონს, რამდენი ადამიანია, რომელიც არ მომწონს და ანუ ხედავ რომ ეს სხვა არის, ხედავ რომ თავის თავსაც ატყუებს, სხვებსაც ატყუებს, ანუ არასოდეს მე არ მივალ და არ ვეტყვი, რომ ეს იცი რა მაშინ არ მომწონს, ხო? ეს ჩემი საქმეა, რომ არ მომწონს. გავივდი უბრალოდ, არ ვუყურებ. აი უკვე დიდი ხანია. მან რასაც ნაგვად ვთვლი, ადრე ვუყურებდი.
აი რასაც ნაგვად ვთვლიდი, ვუყურებდი და მე მეშლებოდა ნერვები, გადმოდიოდა ჩემზე ნეგატივი და ასე შემდეგ. აღარ ვუყურებ. აი რასაც ვთვლი რომ ნაგავია, აღარ ვუყურებ, მაგრამ არც ერთგან არ მივსულა და არ მithქვამს რომ მე ვთვლი რომ ეს ნაგავია და ამიტომ აღარ გიყურებ. ანუ არ საჭირო, ხას არ ინტერესებს არავის ეგ. ჩემს გარდა. იგივე ხალხს, რომელსაც უშუალო სიკვდილით ლანძღავს. თან უყურებენ. არც ერთ ვიდეოს არ ტოვებენ, TikTok-ზე ვიწამ. არც ერთ ვიდეოს არ ტოვებენ და თან უშუალესი სიკვდილით ლანძღავენ. ანუ და სინამდვილეში თან თვითონ არიან მაყურებელი. რა ქვია მაგას? ის რა სხვის ხარჯზე უნდა რომ თავი იგრძნოს უკეთ. როცა არ მოსწონხარ და მაინც გიყურებს. აი რა, როგორ შეიძლება? უმეტეს ჩემო ამომხდა სული ამის დაჭრაში. აღარ მინდა რომ შევინახო, იმიტომ რომ გაფუჭდება ეს კომბოსტო. უკვე იქითაა პირი. აი, არ გაფეთო. იქით გააყო კარი. ეს კარი იქნება, სკვადნიაკი იქნება და ეს კარი იხურება. ცეთერს მაინც პატივი. YouTube-ის community წესებში სადაც კომენტარი იწერება, ეგ წერია და ეგ არის ყველაზე მთავარი ჩემი აზრით, რომ ერთმანეთს ცეთ პატივი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ძვირფასი. და დიახ, მიყვარს ის ადამიანი და ეგ არ არის კურფერობა. ეგ არის გამხნევება და ეგ არის სიყვარული. როცა შენს კარგს ხედავს ადამიანი. როცა შენ ცუდსაც არ მავალ, მაგრამ ის ადამიანი კარგს ხედავს და ხარს უსვამს, არა, ორივეს ხედავს, მაგრამ ხარს კარგს უსვამს შენს წინაშე. და ეს შენ გამოტივირებს, რომ უკეთესი გახდე. ჩემი мотиваცია არის ჩემი თავი, ჩემი საყვარელი ადამიანები, ანუ ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი და აი ესეთი ადამიანები. ძალიან დიდი мотиваცია. მაგრამ არანაირად არ არიან ადამიანები, რომლებიც მე ან თუნდაც ფას ლანძღავენ. ჩემი мотиваცია. და მე არასოდეს არ მოусმენ ეს ჩემი ნება და ჩემი ოჯახის წევრსაც კი არ უსმენ მასაც და ხალხს მოусმენ. აუ კარო, ნუ იხურები რა. ესეც რა იქნება? აუ მადლობა. აკაი ბიჭი. ესე იგი კარო, ნუ იხურები. აი ეს მიყვარს ხოლმე მე, როცა ადამიანი ხედავს რომ იჭირს და თვითონ გეხმარება. სულ ფიქრობ ხოლმე, მე თუ უთხარი რაღაცი ეხება. დალე მე თვითონ გავაკეთებ. აუ ვანი. გასაკეთებს და სანაგვაში ჩაჭრა.
ნახეთ არაფრის რა ის დავატრიალე ამბავი. That's a new one. საბანია და იქ ამ ძალიან დიდი სიყვარულით აღგონი მოეცეო გავრეცხოთო. ესე იგი, რომ მაგას სიყვარულით იტყვის, ხოსო წარმოიდგინე რა დონეზე უყვარს ბონი. მიყვებოდა, რომ ჩავიდა იქა. მიყვებოდა თან. მეც წამოვალო. ევაც მიყვებოდა. ხალხი აიყვანა აკოცა. დაუბრუნდა მამა მალე მოყალ მამა და მე ხეში ვაიყვანა და მოაკოცა ბებიასთან მივდივარ წამოყავ კიო ჩავიხოთო წამოვალ ეს აყარელი მე ხაი ჩემე ალგეთმენ კიდევ სამზადებულები არ ვართ მეკინა აი ძალიან მიყვარს ის რომ შეგნებული ბავშვია ანუ მე ვფიქრობ ისე არ ხდება ანუ შეუგნებელ ოჯახში შეგნებული ბავშვი არ გაიზრდება. ყველაფერს უხსნი, ვეუბნები, მიიზეს, ყველაფერს, მითვალისწინებ მის ხსნობებს, აბსოლუტურად ყველაფერს და ჩვენც ესეთია. მე მიყვარს ავტომატ პასტით. გავაკეთო. სუსხანაიან მიგემრიელება. ცოტა კიდე დავამატო. Awesome. Try to shoot. It's not done. Not everybody does. აი ხალხო ნახეთ როგორი ლამაზია. ეხლა ეს აი როგორი იცით, ცოტათი ოდნავ ხრაშუნა და აი ხომ და გამოვხო მიყვარს ესეთი მომჩვარული ვასუალი მიყვარს და უწვენთა ნახე. რაღაცა უნგემრიელესობა პროსტა. ეს არ არის ნიტყველით, შავი პურით, ვაი. ფიფ. ესე იგი Aduszukjankę. Rabbit i det.
ეს ხვარისთვის. ხვალინდელი სადილისთვის. ეს აქციაში იყო. ეს ლაფშები. თუ ლაფშებია. ფოტოხანა. აქტივე ესენია. სარჩიისა. სკუმბრია, ტომატის соуსი. უნიკალურია. შვენიერი 170 კალორია, 175 კალორია. და ეს როგორია? ფატიკი. გუგა. ეს ვამიკიდა, ეს მინდაო. და ეს. ვაუ. სამთავარი მოხმებული. შარიდანი. 99 ლარიანი, 30 ლარად. ნახოთ როგორ იქნება.